30,000 ადამიანი სამსახურიდან გაშვებას აპირებს Amazon-ი. 30,000 ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე, არ იქნება ფული, რომ ოჯახში მეიტანონ საჭმელი, გადაიხადონ გადასახადები და ასე შემდეგ. გამოგდებენ იმიტომ არა, რომ თვითონ ვერ აკეთებენ რაღაცას, ან ეს სამსახურები აღარ იარსებებს, ან რაღაც მსგავსი. ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ არსებობს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძალიან დიდი სიჩქარით ვითარდება. Amazon-ი რას აპირებს ახლა? საწყობში მომუშავე ხალხი ვინც იყო დაუშვათ, ვინც შეკვეთებს აღრიცხავდა და ასე შემდეგ. იმას ყველაფერს გადააბარებენ ავტომატიზაციებს, ვისაც თვითონ შეკვეთები უნდა აიღო, სადმე წაეღო და გადაედო. იმას ყველაფერს გააკეთებინებენ რობოტებს და მოკლედ ყველაფერი იმუშავებს ხელოვნურ ინტელექტზე. იმისთვის რომ ავტომატიზაციები ისწავლო, YouTube-ზე უფასოდ დაიდება როგორ უნდა აწყო შენი პირველი ავტომატიზაცია და ვაპირებ რომ სისტემატურად გავაგრძელო ავტომატიზაციების ვიდეოების დადება YouTube-ზე. ასევე დაიდება ვიდეო გენერაცია და მსგავს რაღაცებიც, მაგრამ ძირითადად მინდა გავამახვილო ყურადღება ავტომატიზაციებზე, იმიტომ რომ ყველაზე დიდ დროს ზოგავს ავტომატიზაციები. YouTube-ის ლინკს დავტოვებ პროფილის აღწერაში და შეგიძლია გადახვიდე, უყურო ვიდეოს, იმიტომ რომ დღეს არის 9 რიცხვი, დღეს საღამოს დაიდება როგორ უნდა აწყო შენი პირველი Telegram-ის chat-bot-ი, რომელიც მომხმარებლებს მიიღებს და Google კალენდარს ჩაგენიშნავს შეხვედრებს.